ჩვენ ვიმყოფებით მაღაზიაში Pit Stop Moto, რომელიც მდებარეობს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. და თუ რატო ვართ, ეხლავე გაიგებთ. ესე იგი, გიორგი ქვარიანი და იურა მანგასაროვი. მე მგონი იცნობს უკვე ჩვენი მაყურებელი და მოდი ჯერ გიორგიდან დავიწყოთ. ჩვენი სპონსორის Suprotec-ი კარგად იცით უკვე და გარდა ავტომობილებისა გვაქვს უკვე ზეთის დანამატი მოტოციკლეტისთვის. ხო ეგრეა. მოდი აბა ავხსნათ მაყურებელს თუ რაში გამოიყენება, როგორ გამოიყენება და უკვე დეტალურად მე ჩავასხოთ კიდევაც და გავტესტოთ. კარგად აღნიშნეთ, დღეს წარმოგიდგენთ დანამატებს მოტოტექნიკისთვის. ეს არის Mototec 2, ორტაქტიანი ძრავებისთვის, ანუ სკუტერებისთვის, მოტოროლერებისთვის, მოპედებისთვის, Mototec 4, ოთხტაქტიანი ძრავებისთვის, ან მოტოციკლებისთვის და აღდგენი პლასტიკური საბუხი. დღეს ჩვენ გამოვიყენებთ Mototec 4-ს, შემკუთვნილ მოტოციკლში ჩავასხამთ და აგიხსნით. ეს რომ შენი საკუთარი პირველად უნდა ცადო შენ საკუთარ დიახ, რა თქმა უნდა. უფრო დამაჯერებელია, მე მგონი ეს ალბათ. ნუ აი კიდე ერთი მოტოციკლეტი მოვიდა, ალბათ ამასაც რაღაცას შევმატებთ. მოკლედ, კაი, აუხსნათ მაყურებელს რა არის და რისთვის გამოიყენება. ანუ როგორც წინა გადაცემებში ვახსენეთ, Suprotec-ი აღადგენს ძრავს, აშენებს ხახუნის წყვილებზე მიკროფოროვან სტრუქტურას, ამცირებს ხახუნს, უმატებს კომპრესიას და ზრდის რესურსს. მოტოციკლეტებში უმეტესობაში, როგორც ცნობილი არის, ზეთის სისტემა გაერთიანებულია გადაცემთა კოლოფში და ძრავში, ანუ ერთი სისტემა აქვს. შესაბამისად, როდესაც ვამუშავებს ძრავს Suprotec-ით, მუშავდება არა მარტო ძრავი, არამედ გადაცემთა კოლოფიც. შესაბამისად, გადართვებიც უფრო მარტივი ხდება და ძრავიც უფრო კარგად მუშაობს, ანუ უფრო რბილად, უფრო ელასტიურად და 5%-ამდე იგივე ვარიანტი ცოტა წვასაც შეამცირებს. წვასაც რა თქმა უნდა შეამცირებს, როგორც მანქანაზეა 5%-ამდე უმატებს სიმძლავრეს და 7-8%-ამდე მცირდება საწვავის მომატება, რა თქმა უნდა, გაცვეთილ ძრავზე. მე წაღან იურას ვესაუბრე ზუსტად მაგაზე, რომ როგორ შეამცირა სპორტსმენი ახლა იცი ჩვენ მაყურებელმა, როგორ შეამცირა წვა და მომატა სიმძლავრე, ხო ასე ვთქვა? კი, ნამდვილად შეამცირა, ჩვენ გავტესტეთ უკვე, ეს ახლა უკვე ამ პირადად თავის მოტოზე უნდა გამოცადოს, მე გამოვცადე ეგ და რავი, იდეალურად მაჩვენა ყველა პარამეტრი და რა ვიცი. დაგვეხმარები, ხო? როგორც პროფესიონალი თვითონ უკვე მოტოციკლეტის, რა თქმა უნდა. ანუ როგორ ჩავასხათ საათ, როგორ მოდი ეს თან ავხსნათ მაყურებელს და თან უკვე მაყურებლის თვალწინ გავტესტოთ ჩვენი Suprotec-ი. ესე იგი, Mototec 4 განკუთვნილი 4-ტაქტიანი ძრავებისთვის 500 კუბურ სანტიმეტრამდე ისხმება ნახევარი ფლაკონი 500 ერთ ეტაპზე. 500 კუბურ სანტიმეტრს ზემოთ ისხმება ერთი ფლაკონი მთლიანად. სამაზე ჩვენი მოტოციკლი არის 600 კუბიანი. ვასხამთ ერთ ფლაკონს მთლიანად, გავდივართ 300-400 კილომეტრს, ვსვლით ზეთს და ფილს და შემდეგ კიდე ერთ ფლაკონს ვამატებ და დამუშავება დამთავრებული არის. მაყურებელს შევახსენებ, რომ Suprotec-ის მთავარი ინგრედიენტი არის მინერალი, რომელიც დალექილი არის ძირზე და ის აუცილებლად უნდა გავხსნათ, უნდა ავანჯღრიოთ ფლაკონი და ბოლომდე უნდა გავხსნათ მინერალი, სანამ ჩავასხამთ. ანუ ჩვენ გავათბეთ ძრავი, თბილი ძრავია, უნდა ჩავასხათ გამთბარ ძრავში. გაიხსნა ხო ეს? მინერალის გავხსენით, გაიხსნა. გაიხსნა, აი, ჩანს რომ ანუ ის მინარევები აღარ არის. და შემდეგ, ჩასხმის შემდეგ 20-30 წუთი უნდა დავკუქოთ და ვამუშაოთ ძრავი. ჩვენ ჩავასხით ეს ჯადოსნური სითხე უკვე, რომელიც Pit Stop Motos მაღაზიებში უკვე შეუძლია ხალხს, რომ მოვიდეს და შეიძინოს. ახლა ჩვენ ამას დავხუქავთ და დავხუქავთ ძრავს. შეგვიძლია უკვე დავხუქოთ. რა თქმა უნდა, ახლა დავხუქავთ ძრავს. ჩამოვწიოთ ეს. დაკუქვის შემდეგ დაიწყება ყველა ის პროცესები, რასაც აკეთებს Suprotec-ი, ანუ მიკროფოროვანი წრის შრის წარმოქმნა, ლაქების ნამწვების და ჟანგების მოცილება და ასე შემდეგ. 20-30 წუთი უნდა ვამუშაოთ აუცილებლად ჩასხმის შემდეგ.
всё, გავიდა 30 წუთი, ჩვენ შეგვიძლია უკვე всё ჩამოსვათ, გავიყვანოთ, მოტოციკლი მზად არის. შეუძლია ესე იგი. ჩავაბაროთ უკვე პატრონს. პატრონს რა თქმა უნდა. აჰა, და ნახოთ უკვე, მე შენ გითხარი უკვე. ჩვენ 304 კილომეტრში კიდე შევცვლის ეს და კიდე ერთ ფლაგონს დავამატებთ და დავასრულებთ დამუშავებას. შემდეგ გადაცემაში უკვე უთხრათ მაყურებელს თუ როგორ იმოქმედა შენს მოტოციკლი. რა თქმა უნდა, მოდი დროებით დაგემშვიდობები მე და შევხვდებით უკვე 1-2 კვირის შემდეგ. აბა, დროებით. კარგად.